არსებობს რამე სტატისტიკა, ფილტვის სიმსივნე, ვისაც დაემართა, რამდენი იყო მწვეველი? 95%. და მითი იმის შესახებ, რომ უცბად არ უნდა შეწყვეტოს სიგარეტი, ეს საერთოდ დიდი სისულელია. მითებში ცხოვრებამ მინიმუმ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიყვანა კარგ გამოსავლამდე. რა ხდება, როცა სიგარეტს ეწევა ადამიანი? ფილტვებში ჩადის ჭვარტლი, ეს კვამლია. სიგარეტი იწვება დაახლოებით 800-900 გრადუსი. ძალიან მაღალ გრადუსებზე. ფილტვები არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ორგანო, რომ არ დავაზიანოთ ფილტვები, თურმე ფილტვების სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წელია. არა გვაქვს იმისი შეგრძნება, რომ გარეთ გავედი, ვისეირნე და სუფთაჰაერი ვისუნთქე. ადამიანის მიერ განვითარებულმა ინდუსტრიამ ეს ბალანსი დიდი ხანია დაარღვია. აი რა შეიძლება იყოს ეს, რაზეც წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ვისაც აქვს ბუხარი, შეშის წვაც წარმოქმნის ისეთივე ჭვარტლს, როგორცაც სიგარეტი. რა გავლენა აქვს ფილტვების სწორ ფუნქციონირებას და სუნთქვით ვარჯიშებს აი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? ყველაზე მგრძნობიარე ორგანო. ჟანგბადის ნაკლებობისადმი არის ტვინი. სწორ სუნთქვას აქვს დიდი მნიშვნელობა ორგანიზმისთვის. ფილტვის ყველაზე კარგი დეტოქსი რა არის? გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დღეს უნდა ვისაუბროთ ჯანმრთელობაზე. იმ თემაზე, რომელიც შეიძლება ბევრს ძალიან გვაინტერესებს, მაგრამ ვერ მოვიპოვოთ სანდო წყაროსგან სწორი და ზუსტი ინფორმაცია. დღეს ჩემი სტუმარია ლიზა გოდერძიშვილი, ექიმი პულმონოლოგი, ანუ ფილტვების ექიმი, რომელთანაც მაქვს მრავალმხრივი სხვადასხვა კუთხით მოფიქრებული კითხვები, რაც აქამდე ძალიან მაინტერესებდა. და ეს ის საკითხია, რომელიც შეიძლება ჩვენ გონია რომ ვიცით, მაგრამ არ ვიცით, იმიტომ რომ არის ბევრი მითი, არის ბევრი სხვადასხვა მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე ფილტვები არის ისეთი თემა, რომელიც არ არის მხოლოდ ჟანგბადის ტუმბო, ასე რომ ვთქვათ. ფილტვები ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას ზოგადად სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ჩვენ ზოგადი ჯანმრთელობის გარდა და ფილტვების ჯანმრთელობის გარდა, ჩვენს კანზე, ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც კი და აი ამ ყველა კითხვას დღეს ლიზასთან გავაჟღერებ და მოვისმინოთ პასუხები. რა თქმა უნდა, მოწევასთან დაკავშირებით გვექნება ღრმა საუბარი და მოკლედ დავიწყოთ, სანამ პირველ კითხვას დავუსვამ ლიზას, შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი Babe, რომლის შესახებაც ჩემს Instagram-ზე უფრო მეტ შეიტყობთ. Babe არის კანის მოვლის ბრენდი და დღეს კანის მოვლაზეც და თუ რა გავლენა აქვს დაბინძურებულ ჰაერს თუ სხვადასხვა გამავნე ფაქტორებს კანზე, ამაზეც ვისაუბრებთ, როგორც შესავალში ვახსენე. დავიწყოთ ლიზა, მოდი პირდაპირ ჩავუღრმავდეთ თემას. ესე იგი, როდესაც ჩვენ სახლში ან ქუჩაში ვსუნთქავთ, შეიძლება ვერ ვხედავდეთ იმ რაღაც ნაწილაკებს და იმ მამნე ფაქტორებს, რომელსაც ვუშვებთ ჩვენს ფილტვებში. აი რა შეიძლება იყოს ეს, რაზეც წარმოდგენაც კი არა გვაქვს? მოგესალმები, სალომე. ფილტვები არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ორგანო და ორგანო, რომელსაც დაუმსახურებლად ვტანჯავთ, ორგანო, რომელიც გარემოსთან ბარიერია, ჩვენი ორგანიზმის გარემოსთან ბარიერია. უნდა მიაწოდოს ჟანგბადი ყველა, რასაკვირველია გულსიცრცხლის სისტემასთან ერთად, მიაწოდოს ყველა ორგანოს, უნდა აიტანოს და გაუძლოს ჩვენს მიზანმიმართულ დაზიანებას ფილტვებისას, მაშინ როცა ვეწევით ან ვართ არაჯანსაღ გარემოში და ყველაფერი ამით რომ არ დავაზიანოთ ფილტვები, თურმე ფილტვების სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წელია. ანუ ჯანმრთელი ფილტვი შეიძლება გადარჩეს, როცა სხვა ორგანოები ჯანმრთელი იყოს და ემსახუროს ორგანიზმს 150 წლის განმავლობაში. ხო წარმოგიდგენიათ ახლა ადამიანები, რომლებიც ეწევიან მთელი ცხოვრება, ვთქვათ 20 წელი მინიმუმ, 10-ც კი როგორ გავლენას ახდენს ფილტვებზე და აი ეს რომ არა, რამდენად შეგვიწყობდა ხელს ჯანსაღ ცხოვრებაში. ახლა რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ, ფილტვი და საერთოდ ნებისმიერი ორგანო და მთლიანად ჩვენი ორგანიზმი შექმნილია იმისთვის, რომ ბუნებრივ
ნორმალურ ბუნებრივ გარემოში იცხოვროს და გადარჩეს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მან უნდა შეისუნთქოს ჰაერი, რომელიც არის ჯანსაღ, ასე ვთქვათ, არადაბინძურებულ გარემოში წესით და კანონით, ანუ იქ სადაც არის ჯანმრთელი ხე, ფოთოლი, რომელიც აგრეთვე ამ ჟანგბადის და გარემოში ჟანგბადის და ნახშირ-ჟანგის ბალანსის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მდინარე, ჯანსაღი ტენიანობა, ნორმალური მონაცვლეობა სეზონების, ზამთრის, ზაფხულის, ის რომ ტენიანი გარემო, ბუნებრივი გარემო ადამიანისთვის გარკვეული პერიოდია იმ გეოგრაფიული გარემოსთვის, სადაც გარკვეული ხალხი ცხოვრობს, პოპულაციები ცხოვრობენ და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანის მიერ განვითარებულმა ინდუსტრიამ ეს ყველაფერი, ეს ბალანსი დიდი ხანია დაარღვია. ამ ბალანსს არღვევს. მიუხედავად ამისა, დედამიწა გვიძლებს, ბუნება გვიძლებს და ფილტვებიც გვიძლებს. წარმოიდგინე. შესაბამისად, იმის შესახებ თუ რას ვსუნთქავთ, ცოტა უფრო სარწმუნო ინფორმაცია რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს, უნდა ვიცოდეთ რა გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ ურბანულ გარემოში, კონკრეტულად თბილისზე და დიდ ქალაქებზე რომ ვილაპარაკოთ, მთელ მსოფლიოში არის ეს პრობლემა და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ურბანული გარემო ცვლის მთლიანად ჩვენს კლიმატს. გარშემო, შეიძლება არა ისე ძირეულად რომ თქვათ, მნიშვნელოვნად ტემპერატურა შეცვალოს, მაგრამ პრინციპში მნიშვნელოვნადაც ცვლის ტემპერატურას, იმიტომ რომ განსხვავება ურბანულ ადგილებსა და თუნდაც შემოგარენ შორის, თბილისის შემოგარენ შორის შეიძლება იყოს 3, 4, 5 გრადუსი, 6-იც კი, ხო? იმიტომ რომ რამდენად კარგია, როცა გაქვს რაღაცა გასაქცევი თბილისიდან, თუ თბილისის გარეთ ცოტათი უფრო ახლოს გაქვს საცხოვრებელი, იქიდანია რომ სამსახურში ეს რა ბედნიერებაა ჩვენთვის ზაფხულში. ხო? და ზაფხულში და სწორედ ამ ზაფხულში გავურბივარ ციცხეს პირველ რიგში, რომელსაც ისევ ჩვენი ურბანული გარემო ამძაფრებს. კონდიციონერები, გამონაბოლქვი. რასაკვირველია ეს გამონაბოლქვი, ვერ ვიტყვით რომ ზამთარში გათბობა გააჩნია რითი ვათბობთ. ჩვენს საცხოვრებელ სახლებს შესაძლებელია უფრო ნაკლებად მავნეც კი იყოს ვიდრე ზაფხულში კონდიციონერების ზემოქმედება. იმიტომ რომ კონდიციონერების ზემოქმედება როგორც გარემოზეა, ანუ ჰაერზე, ასევე ჩვენს ორგანიზმზე. ჩვენს ორგანიზმზე კონდიციონერის ზემოქმედება არის სასუნთქებზე, იქ აშრობს, აღიზიანებს, იწყებს ცემინებას, ხველას და ასე შემდეგ, ეს კიდე ცალკე თემაა. რაც შეეხება გარემოს, გარემოში კონდიციონერები და საერთოდ ეს სამაცივრე დანადგარები წარმოქმნიან და გამოიმუშავებენ, გამოყოფენ აზოტის აირებს, აზოტის ჟანგს, აზოტის ქვეჟანგს, აზოტის ჟანგს, რომლებიც არის დამაბინძურებელი გარემოსთვის. ეს აბსოლუტურად სინთეზურია. ეს არ არის ბუნება ამას არ გამოიმუშავებს ასე და პლუს კიდე ამას ემატება შეიძლება სოფლის და ვთქვათ არაურბანულ გარემოში, სასოფლო-სამეურნეო გარემოშიც კი წარმოიქმნას, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს წამლავთ აზოტის შემცველი აქვია ნივთიერებებით, ხო, სასუქებით. თან არაერთხელ მერე მორწვა, მერე ისევ სიცხე, ამისი აორთქლება და ასე შემდეგ, ესეც ქმნის აი ამ დამატებით პოლუტანტს, ანუ დამაბინძურებელს. სხვა დამაბინძურებლებს შორის, რაც ჰაერშია, შეიძლება გამოვყოთ, ვთქვათ, ნაწილაკების შემცველი დამაბინძურებლები, ნაწილაკების სახით არსებული დამაბინძურებელი. ეს არის წვრილი, ძალიან პატარა ზომის, აი მიკრონული ზომის ნაწილაკები. ეს არის, ვთქვათ, ნახშირის ნაწილაკები, არის შესაძლებელია გარკვეული მეტალებიც, თუმცა ისინი უფრო მძიმე ნაწილაკებს ქმნიან და ის ძირითადად დაბლა ნიადაგზე ილექება, ჩვენს რეალობაზე ასფალტზე მოგეხსენება, ხა ნიადაგს კიდე თავისი გამწმენდგამასუფთავებელი და მადრენირებელი უნარი აქვს, მაგრამ ასფალტი ამას რა თქმა უნდა
უკარგავს. და გარდა ამისა არის კიდევ ნახშირბადის აირები, ნახშირორჟანგი და ნახშირჟანგი. ეს ნახშირორჟანგი წარმოიქმნება ცხადია ჟანგბადის სრულად შეთვისების მერე ცოცხალი ორგანიზმების მიერ და ნახშირჟანგი არის ერთ-ერთი წვის პროდუქტიც არის ნახშირორჟანგი, მაგრამ ნახშირჟანგი არის ნახშირორჟანგზე ბევრად უფრო მავნე, ეს არის ეგრეთ წოდებული მხუთავი აირი, რომელიც არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება. ეს არასრული წვის პროდუქტები, ანუ მხუთავი აირი განსაკუთრებით, კონკრეტულად უკავშირდება ტრანსპორტის გამონაბოლქს, ემისიას, და იცით კიდევაც რომ როცა ტრანსპორტს ვამოწმებთ, წესი და კანონით უნდა იყოს ემისიის შემოწმება, ანუ გამონაბოლქვის შემოწმება, ეს სწორედ მხუთავი აირის დონეს ამოწმებენ და გარკვეული ტრანსპორტი მით უმეტეს თუ ის არ არის მწყობრ მდგომარეობაში და ახლა ჩვენთან ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ძირითადად ძველი მანქანებია, ამ მანქანების ვთქვათ რეგულარული რემონტი იმის მიხედვით ხდება, რამდენადაც შეუძლია მის პატრონს გაარემონტოს, ეს ყველაფერი ჯიბესთანაა დაკავშირებული მოგეხსენებათ და შესაბამისად იმისი წარმოდგენა რამდენად დიდი შეიძლება იყოს ეს გამონაბოლქვი ადვილია, ხო? გარდა ამისა, ინდუსტრიული საწარმოები, რომლებიც წვის პროცესს მოიხმარენ, ძალიან ბევრია. უამრავი პროდუქტი მოითხოვს წვას, როგორც პროდუქტები, ისეთი როგორც არის, ვთქვათ, ჩვენი პირადი მოხმარების ნივთები შეიძლება იყოს ეს, ახლა ჩვენთან შეიძლება ეს ბევრი არაფერი კეთდებოდეს ეგეთი, მაგრამ არსებობს ხო წამოვიდა უკვე ქართული მრეწველობა, რომელიც აკეთებს ვთქვათ ქსოვილებს, ტყავის, ან ტყავის შემცვლელების იქნება ეს მარტო ჩვენ რასაც მოვიხმართ, ხო? გარდა ამისა არის პლასტმასის წარმოება, არის კონტეინერების, ქაღალდის, ну რა ვიცი, ყველაფერს ჭირდება ეს წვა და თუ ახლა კიდევ უფრო მძიმე ინდუსტრიაზე ვილაპარაკებთ შედარებით მსუბუქი მრეწველობა და ასევე მძიმე მრეწველობა. ახლა მძიმე მრეწველობა ჯერჯერობით ჩვენ დიდი რაოდენობით არ აგვაქვს, მაგრამ რასაც ქართული პროდუქტი ქვია, ყველაფერს ჭირდება ქარხანა, ფაბრიკა და ასე შემდეგ. და მათი გამონაბოლქვიც არის საკმაოდ ეფექტური ამ თვალსაზრისით. ყველაფერი ამის საკონტროლოდ, სავარაუდოდ ძალიან სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო. ანუ ნებისმიერი მშენებლობა იქნება ეს და მშენებლობა ცალკე თემა, იმიტომ რომ მშენებლობა უნდა კონტროლდებოდეს იმის მიხედვით რა ხარისხის სამშენებლო მასალას მოიხმარს. იმის მიხედვით როგორ აბინძურებს ეს სამშენებლო მასალა გარემოს, იქნება ცემენტი თუ ქვიშა, სხვადასხვა წებო, დამათბობლები, საიზოლაციო მასალები, უამრავი ნიუანსია, ხო? და უნდა კონტროლდებოდეს ესეც და ის უნდა კონტროლდებოდეს ეს როგორ აისახება გარემოზე, როგორია იზოლაცია მშენებლობის მიდამოსი, მაგრამ ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ისეთი მჭიდრო მშენებლობა, ისე შეამჭიდროვა მშენებლობამ ქალაქი გაიზარდა 3-ჯერ მაინც სიმაღლეში, მოგეხსენებათ და ახლა ეს რამდენად არის ამ ყველაფრის სწორი ურბანული დაგეგმარება, როგორ მიდის აქ წინასწარ ამის გამოკვლევა და შესწავლა, იქ რას გამოიწვევს, ხო, ახლა მე სადაც ცხოვრობ, გვერდზე აშენებენ, თქვათ, 40 სართულიან შენობას და მე პირადად ვხედავ, რომ მტვერი, თქვათ, 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე იყო მანამ სანამ ეს დაიწყება. ეს მართლა თვალით ხილულია. ანუ ეხლა მე კი გეკითხებოდი, რაც არ არის ხილული, მაგრამ აქ არ შეიძლება იმისი თქმა, რომ ეს მტვერი, თქვათ, ბევრად უფრო უარესად მოქმედებს ჩემს ჯანმრთელობაზე, ის მტვერია, რომელიც ილექება ქვევით. შეიძლება ასე არც იყოს. მაგრამ ამას ყველაფერს ჭირდება გარკვეული შესწავლა თუ გარკვეული ასე ვთქვათ პროფილაქტიკა საიმისოდ რომ ეს ხო ზევიდან ქვევით ჩამოდის ხო შენობებს რაიონებზე ქუჩაში ვრცელდება ილექება ამ ქუჩაში ადამიანები დადიან და ასე შემდეგ შეიძლება არც იყოს ძალიან დამაზიანებელი. ახლა მე არ ვარ იმის სპეციალისტი რომ ჰაერი გამოვიკვლიო სამშენებლო არეალის გარშემო მაგრამ ფაქტია რომ ეს რაღაცნაირად განსხვავებულია იმისგან როცა არაფერი არ შენდება გარშემო. და ალბათ შესაძლებელია რომ მშენებლობაც ისე შეიბუთოს ან ისე გაუფრთხილდნენ გარემოს რომ არ იყოს
ან დისტანცია იყოს თქვა სხვა შენობებისგან, რაღაცა შესაძლებელია. აი რა გავლენას ახდენს ფილტვებზე ეს ყველაფერი? როგორც თქვით, რადგან ფილტვები არის ჩვენსა და გარემოს შორის უშუალო შემხები ბარიერი, შესაბამისად ფილტვები ზიანდება ამითი და ზარალდება. და იმიტომ რომ ძალიან გამძლეა ეს ფილტვები, ჩვენ ამას ალბათ ძალიან საკმაოდ დიდი ხნის მერე აღვიქვამთ და გრძნობთ. არსებობს დაავადებები, თქვათ, კლასიფიკაცია დაავადებების, რომელიც უშუალოდ გარემოსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, არსებობს პროფესიული დაავადებები, რომლებიც ემართება იმ ადამიანებს, რომლებიც ტვერში მუშაობენ, რომლებიც გარკვეული გამონაბოლ ქვის გარემოში მუშაობენ. ეს ზოგს პნევმოკონიოზი ქვია, არსებობს ორგანული და არაორგანული დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები. კლასიფიკაცია მთელი ამ ფილტვის დაავადებების და არის ერთი ძალიან გავრცელებული დაავადება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და არაობსტრუქციული სხვათა შორის, რომლებიც არის უშუალოდ დაკავშირებული, ვთქვათ, სიგარეტთან, როგორც ცნობილია ეს დაავადება ძირითადად სიგარეტითაა გამოწვეული, მაგრამ ეხლა ამ ბოლო გადახედვების მერე გამოიყო გარკვეული ტიპები, გარკვეული ფენოტიპები ამ დაავადებების, რომელიც არ არის მხოლოდ სიგარეტთან დაკავშირებული. და თქვენ წარმოიდგინეთ, ფილტვების ამ ტიპის დაავადებები ხშირად უკავშირდება სახლის ჰაერის დაბინძურებასაც კი. გამონაბოლქვი ძირითადად ყველაზე უფრო მავნე, მოდით ესე ვთქვათ, ფილტვებისთვის არის წვის პროდუქტების ჩასუნთქვა. ეს წვის პროდუქტი, როგორც თქვით, არის სიგარეტი, გარდა ამისა არის ინდუსტრიული წვის პროდუქტები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მაგალითად გარკვეული ტიპის მანქანების წარმოებაში. ახლა ჩვენთან არ არის მანქანების წარმოება უშუალოდ, ხო, მაგრამ არის მანქანების სარემონტო ადგილები, პროფილაქტიკები, მანქანების პროფილაქტიკები, რომლებიც აგრეთვე მაღალ ტემპერატურაზე გარკვეული მასალების დამუშავებას უკავშირდება, იქ შეღებვა სჭირდება რაღაცა მაღალი ტემპერატურა, შეიძლება გაწმენდა, შეიძლება რაღაც დამუშავება სჭირდება. გარდა ამისა, ცემენტის წარმოება, გვაქვს ეს საწარმოები, ხო? და სახლში კიდევ ვისაც აქვს ბუხარი ძალიან ჯანმრთელია, ესეა ცნობილი, მაგრამ ჯანმრთელია იმ შემთხვევაში, თუ ბუხარი არის მაღალი სტანდარტების მიხედვით გაკეთებული და მთლიანად გადის, აქვს ისეთი გაწოვის უნარი, რომ მთლიანად გაიტანოს აი ეს ჭვარტლი, რაც ხის წვის შედეგად წარმოიქმნება. შეშის წვაც გამოიმუშავებს, ანუ წარმოქმნის ისეთივე ჭვარტლს და ნახშირის ნაწილაკებს, როგორცაც სიგარეტი. უბრალოდ სიგარეტი დამატებით კიდე ემატება თამბაქოს ფოთოლში და კიდე იქ შესაფუთ მასალებში წვის შედეგად გამოთავისუფლებული ტოქსიური ნივთიერებები. სხვათა შორის ხეებშიც არის ეს ტოქსიური ნივთიერებები, ანუ წვა წარმოქმნის ამ ტოქსიურ ნივთიერებებს და ჭვარტს, რომელიც არის და ბოლი, ნახშირის შემცველი ბოლი, რომელიც შეიცავს აი ძალიან მცირე ნაწილაკებს, რომელსაც შევისუნთქავთ და ეს ნაწილაკები აზიანებენ ბრონქების ლორწოვანს. მუდმივად ეს ბრონქების ლორწოვანი პასუხობს ამ ნაწილაკებს ანთებით, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი დამცავი უნარი. ანთება არის ჩვენი ორგანიზმის დაცვა. ინფექციას პასუხობს ანთებით, აი ამ ნაწილაკების დაბინძურებას, დაზიანებას და წარმოიდგინე, როცა პერმანენტულად ხდება ეს მთელი დღე ბუხარი განსაკუთრებით ზამთარში, არა მხოლოდ ბუხარი, არამედ ღუმელი, შეშის ღუმელი უფრო დაუცველია. იმიტომ რომ ბუხარს თუ ისეთ კარგი სისტემითაა გაკეთებული და სწორადაა გაკეთებული, უფრო კარგად გააქვს ალბათ ეს კვამლი. ის შეშის ღუმელები, რომელიც მასიურად გამოიყენებოდა 90-იან წლებში, გვახსოვს, როცა დაიშალა დიდი უბედურება იმპერია და ჩვენ დავრჩით, ვთქვათ, იმ მომარაგების და იმ წინასწარ მომზადებული გადარჩენის რეჟიმის გარეშე ადამიანები ცდილობდნენ არ გაყინულიყვნენ და შიმშილით არ მომკვდარიყვნენ, ხო, ეს იყო ჩვენი გადარჩენის. ამ დროს გამოიყენებოდა ყველაფერი, ნებისმიერი სახის, ვინ უყურებდა იმას, ვთქვათ, რა სახის საწვავი იყო, ან რა სახის ღუმელი იყო, ხო? ამიტომ იმის შემდეგ
სხვათა შორის აი მძიმე გამოცდილების შედეგი არის თქვათ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება იმ ადამიანებში, ვისაც საერთოდ ერთი ღერიც არ მოუწევია ცხოვრებაში. ანუ იმან იქონია იქონია გავლენა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტები, რამდენი პაციენტი გაგვიტარებია, ხო, სტაციონარში იქნებოდა თუ ამბულატორიულად, განსაკუთრებით ქალბატონები, რომლებიც აი მძიმე ფილტვების მძიმე დაავადებით მოდიოდნენ, ვეკითხებოდით, რომ აი ღუმელი ხომ რითით ბებოდით? რაზე აკეთებთ საჭმელს, რას იყენებთ როგორც ასეთი გასათბობა და საჭმლის გასაკეთებლად. და ძალიან დიდი უმრავლესობა ამბობდა რომ ბუხრით ან შეშის ღუმელით. და ამიტომ ეს ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის. თუმცა თუ ეს ზემოქმედება არ არის ისეთი ხანგრძლივი, ფილტვს აქვს იმისი უნარი, რომ რაღაცნაირად შეეწინააღმდეგოს ამას თავისი დამცავი მექანიზმებით, ლორწოვანი დამცავი მექანიზმი, კარგი იმუნური ბარიერი აქვს ლორწოვანს, თუ არ გაანადგურებ ბოლომდე. როგორ შეიძლება რომ გაანადგურო ბოლომდე? აი ანადგურებ სიგარეტით. იმდენად ზიანდება ფილტვი სიგარეტით, რომ ეს ვიზუალურადაც ჩანს რენტგენზე, ვიზუალურადაც ჩანს, მე ვამბობ უკვე მძიმე შედეგებით, რომელსაც ემფიზემა ქვია და შეიძლება იქ ბრონქოექტაზიებით ჩამოყალიბდეს და ასე შემდეგ. ძალიან ზიანდება. და როცა პირველად აღმოაჩინეს სხვათა შორის ფილტვის დაზიანება, რომელმაც ეს ფილტვის გადაბერვა გამოიწვიეს, ანუ ემფიზემა ძალიან ძველი ტერმინია. და ემფიზემა დაერქვა, ალბათ ბევრი საუკუნის წინ აღმოჩნდა, შეიძლება ანტიკურ პერიოდში, ახლა ზუსტად აღარ ვიხსენებ ეს ტერმინი, როდის რომ ესე იგი მედიცინას სწავლობდნენ გვამების გაკვეთით. და როცა გვამი გაკვეთეს, ეს ფილტვი, ეს გადაბერილი ფილტვი ამოვარდა თითქოს გულმკერდიდან და აი ამის მერე წამოვიდა ეს ტერმინი. და ეს სხვათა შორის ძალიან არც ისეთი იშვიათი დაავადება, საკმაოდ ხშირია. და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები საკმაოდ ხშირად რთულდება ამ ემფიზემით. ემფიზემა ნიშნავს, რომ ალვეოლამაც დაკარგა თავისი ბუნებრივი ფორმა და ფუნქცია და ის გადაიქცა უფუნქციო ჩაკეტილ სივრცედ, რომელიც გადაბერილია ჰაერით. იქ ჰაერი ვეღარ ამოდის იქიდან. ვეღარ შედის და ვეღარ წამოდის. და ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოცულობა ფილტვის, რომელიც დაზიანდა, გამოვიდა სუნთქვის ფუნქციიდან. ანუ სასუნთქის ზედაპირი დრამატულად შეგვიმცირდა და სასუნთქის ზედაპირი არის მე მგონი დაახლოებით ორჯერ მეტი უნდა იყოს, 70 კვადრატულ მეტრამდეა რომ გაშალო მთლიანად. ხო, ისი ჩოგბურთის კორტის ხელა, ალვეოლები გაშალო. თუ იმის მე მგონი საფეხბურთო მოედნის საჯარიმო მოედანზე ბევრად დიდია, რაღაცა ესეთი დათვლა 70 კვადრატი, ერთი ბინის პარტია, საშუალო ბინის პარტია, ხო? და ფილტვი, ანუ ადამიანი კლინიკურად გრძნობს ამას დატვირთვისადმი ტოლერანტობის შემცირებით, დაქვეითებით. ანუ ფიზიკურ დატვირთვას ვეღარ უძლებს და იწყებს ქოშინს ფიზიკურ დატვირთვაზე, სიარული აღმართზე ასვლა და ასე შემდეგ. და მაშინ გრძნობს ორგანიზმი, როცა ეს ფართობის 3/4-ით მცირდება. მანამდე აქ უკიდეგანო უნარი ორგანიზმს, რომ კომპენსატორული მექანიზმები გამოიყენოს, იქ რაღაცა სარეზერვო ალვეოლები გახსნას, იქ თქვათ სუნთქვა აჩქარდება, გული აჩქარდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად დააკომპლექსიროს. ხო, ალვეოლა არის ის, ასე ვთქვათ, ტერმინალური ადგილი საჰაერო გზებში, რომლის დონეზეც მიდის გაზების ცვლა. ჰაერსა და სისხლს შორის. და ჟანგბადი გადადის ალვეოლური ჰაერიდან სისხლში. ეს არის მთავარი წყარო ჟანგბადით მომარაგებისა. და სხვათა შორის იქიდანვე ამოდის ნახშირორჟანგი, რომელიც ჩვენივე ორგანიზმში ცვლის პროდუქტების შედეგად გროვდება. ანუ გზა ალვეოლამდე და თვითონ ალვეოლაც უნდა იყოს ჯანმრთელი. ანუ ბრონქებიც ჯანმრთელი უნდა იყოს, მსხვილი, წვრილი და ალვეოლაც, მაგრამ უნდა ვივიწყებ ზედასასუნთქებსაც. რომლებსაც უზარმაზარი როლი აქვს გაათბონ ჰაერი, გაფილტრონ, დაიწყონ თავიდანვე იმ ჰაერში შემავალი მავნე, ბაქტერიების, ვირუსების, ნაწილაკების
ვთქვათ, არ შეშვება. გაფილტრა ხო? ხო, გაფილტრა და არ ჩაშვება. მე ამას აგრძელებს სასუნთქი გზების ლორწოვანი და ალვეოლებშიც არის ეს დამცავი სპეციალური უჯრედები, რომლებიც ძალიან აქტიურად მოქმედებს როგორც იმუნური ბარიერი. შეიძლება აგვიხსნა რა ხდება, როცა სიგარეტს ეწევა ადამიანი? როგორ არა, როცა სიგარეტს ეწევა ადამიანი, ფილტრებში ჩადის ბოლი, რომელიც შეიცავს ნახშირბადის ნაწილაკებს, ანუ ჩადლის ჭვარტლი, ეს კვამლია, ხო? წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი. სიგარეტი იწვება დაახლოებით 800-900 გრადუსი. ძალიან მაღალ გრადუსზე იწვება. ამის შედეგად რა საკვირველია წარმოიქმნება ეს ჭვარტლი და კვამლი და პლუს წარმოიქმნება ის მავნე ნივთიერებები, ტოქსინები, რაღაც 7000-ზე მეტია. აქედან გამოყოფილია 80 თუ 100 ყველაზე უფრო მავნე, რომელიც შესწავლილია, დადგენილია, რომ ეს მათ შორის უმრავლესობა კარცინოგენია და აი ეს ყველაფერი ჩადის ჩვენს ფილტვებში. იწყებს გაწოვას როგორც ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანიდან, პირიზღრუს ლორწოვანის ნაწილს შეიწოვს და ჩადის სასუნთქ გზებში აი ეს საშინელება, რომელსაც თქვათ საშუალო მწეველი, რომელიც ამბობს, რომ მე ბევრს არ ვეწევი. 20 პაჩკა მყოფნის ბოდიში. ხო, მასე რა. ჟარგონზე, მაგრამ როგორც ესე ვლაპარაკობთ, როგორც წესი, ხო, ნუ 1-5 მყოფნის, ის რამდენჯერ უშვებს ამ საშინელ შემადგენლობას თავის ფილტვებში. ხო? 20 ჯერ დღეში. თითო სჭირდება ალბათ, ნუ სადღაც 5 წუთი შეიძლება ეწეოდეს ადამიანი, არა, ჯერ დროისგანო დროს ხო აქვს მნიშვნელობა და გარდა ამისა, დოზას აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეისუნთქავს. ძალიან ბევრი ეწევა 5-ზე მეტს დღეში, მაგრამ არა მარტო ყუთების რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. ვიღაცა მოდის თქვა და მეუბნება, რომ არა, მე ერთი ყუთი 2 დღე მყოფნი და მაგრამ ეწევა 50 წელია ეწევა. ამიტომ ჩვენზე უფრო ჭკვიანმა და გონიერმა ადამიანებმა, რომლებიც ითვლიან ყველაფერს, მოიგონეს წეველობის ინდექსი, რომელიც იმის მიხედვით დღეში რამდენ ღერს ეწევა და რამდენი წელიწადი ეწევა, ხო, ამის მიხედვით ანგარიშობენ ამ ინდექსს და თუ კი ინდექსი არის 10-ზე მეტი, ეს უკვე საშიშ ზღვრად ითვლება, ხოლო 20-ზე მეტი უკვე არის ცალსახად დამაზიანებელი. და რას იწვევს? აი ეს ზიანი რაში გამოიხატება? ზიანი გამოიხატება უამრავი გვერდით ის აქვს დამაზიანებელი, ცუდი ეფექტი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობისთვის საშიში ეფექტი. სიგარეტს ეს არის ფილტვის კიბო, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე დაავადებად ითვლება, თუმცა მე ვერ დავეთანხმები იმას, რომ გულის ისემიური დაავადება და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება კიბოს პროგნოზის თვალსაზრისით, უბრალოდ პროგნოზი არის გადაწეული და ვთქვათ იქ რაღაცა სამკურნალო ღონისძიებები გულის ისემიურ დაავადებასთან დაკავშირებით ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ფილტვის კიბო საერთოდ, ნუ საშინლად ცუდი ტიპის სიმსივნეა, ხო, სიმსივნეებშიც არის სიმსივნეებშიც ხო არის, ხო, შედარებით ძალიან მძიმე და ნაკლებად მძიმე გინდა მიმდინარეობით, გინდა პროგნოზით. და არსებობს რამე სტატისტიკა, აი ეს სიმსივნე, ფილტვის სიმსივნე, ვისაც დაემართა, რამდენი იყო მწეველი? როგორ არა, 95%. ეხლა უკვე თანამედროვე მედიცინაში, თანამედროვე კვლევების შედეგად გამოვლინდა უკვე ისეთი შემთხვევები, როცა ფილტვის კიბოს განვითარებაში გენების მუტაცია იღებს როლს. ეს რას ნიშნავს? ანუ ეს არის რაღაც საერთოდ ის რომ სიმსივნე არ ვითარდება ორგანიზმში, ძირითადად არ ვითარდება, ხო? ვიღაცას უვითარდება, ვიღაცას არა. ეს არის იმუნური სისტემის პასუხისმგებლობა. და თუ სიმსივნური უჯრედი გაიპარა ძალიან უხეშად რომ თქვა, ეს ნიშნავს რომ იმუნიტეტი შეეშალა. იმუნურ სისტემას შეეშალა. და რომ არ შეეშალოს, ამისთვის არის ნუ აი ისეთი სისტემა, ისეთი უზარმაზარი სტრუქტურა იმუნური სისტემის და იმუნური პასუხის არის, ნუ რაღაცა საოცრება. ეს არის ბევრ საფეხურიანი. ნუ რო წარმოიდგინოთ, ნუ ერთი სახელმწიფო მოწყობაა რა, ოღონდ კარგი.
და პასუხისმგებლიანი, ხო? ყველა სტრუქტურა მუშაობს შეწყობილად და იქ რომელიღაცას რაღაცა შეეშალა და იმისთვის რომ რაღაცა შეეშალოს, აი სულ მთავარ დირექტორთან, გენებთან, რომლებიც განაპირობებს აი ამ პროცესებს. ხო, ის DNM-ის, RNM-ის დონეზე, ნუ ეხლა ძალიან შორს წაგვიყვანს ლაპარაკი. იქ რაღაც შეცდომა მოხდა. ანუ დირექტორმა დაუშვა შეცდომა. ხო, აი მმართველ ორგანოში მოხდა შეცდომა. და მმართველ ორგანოში შეცდომები იწყება მაშინ, როცა ჩვენ რაღაცა ასაკს გადავდივართ, ანუ საშუალო ასაკს. ხო, ამიტოა რომ კიბო ყველაზე მეტად უფრო ესე იგი ზრდა საშუალო ასაკის მერე ვითარდება. თანაც გროვდება უკვე ის მავნეობები, რომლებიც იწვევს კარცინოგენებიც გვიგროვდება. აი ყოველ რასაც ვამბობთ ჩვენ რომ აი ჰაერის დაბინძურება, სიგარეტი იქნება თუ არაჯანსაღი საკვები იქნება, ჩვენი კიდე სხვა სიმსუქნესაც აქვს გარკვეული როლი, ახლა ამ ბოლო დროს მიდის ეს კვლევები რომ აი რაღაცა შესაძლებელია იყოს დაკავშირებული ფონური დაავადებები, მიღებული მედიკამენტები, საკვები დანამატები, ნუ 1000 რაღაცა რომელმაც შეიძლება იმუნურ სისტემას და იმუნურ პასუხს გარდა იმისა, რომ ისიც ბერდება ჩვენთან ერთად. როგორც კანზე გვიჩნდება ნაოჭები, ისე ყველა სისტემა ბერდება, ყველა სისტემას თავისი ციკლი აქვს. ჯერ განვითარების ბავშვობის ასაკში, მერე დასრულობის და მერე იცვდება ყველაფერი და ამას მივაყოლებთ ხოლმე აი ამ უამრავ მაპროვოცირებელ ფაქტორებს, რომლებიც ერთ-ერთი, ну, თქვათ, სიგარეტი უბრალოდ კარგად არის შესწავლილი მისი მავნე შედეგები, ეს უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო. ადრე სადღაც წინა საუკუნის 60-იან წლებამდე პირდაპირ ეთერში ეწეოდა ხალხი, პირდაპირ ეთერში თვითფრინავში იყო იქ უკანა ნაწილი სავარძლები, სადაც მწეველს შეეძლო რომ დამჯდარიყო და გაებოლებინა და ნუ ითვლებოდა რომ ეხლა კი სიგარეტთან ასოცირებული საშიშროებების შესახებ რამდენიმე საუკუნის წინ, 2-3 საუკუნის წინ, სადღაც მე-17 საუკუნედან იყო ცნობილი, იმიტომ რომ ნუ თამბაქო დიდი ხანია ადამიანის კულტურაში შემოვიდა და მაგრამ აი ეს სახელდარქმეულად ის რასაც კვლევებზე დაფუძნებული დასკვნები ქვია და ეს კვლევებზე დაფუძნებული დასკვნებით უნდა ხელმძღვანელობდეთ ჩვენ ყოველთვის, იმიტომ რომ მედიცინასაც ეს მართავს და საერთოდ კარგი იქნება თუ ცხოვრებაშიც ფაქტებიდან გამოვიტანთ დასკვნებს და არა ჩვენი ილუზიებიდან და სურვილებიდან და მოლოდინებიდან, ან გაბრაზებებიდან, ხო? შესაბამისად, სადღაც 50-იან წლების ბოლოს 60-იან წლებში უკვე ცნობილი გახდა, რომ კიბოს გამომწვევი მიზეზია სიგარეტი. ფილტვის კიბოსაც იწვევს და გარდა ფილტვის კიბოს სხვა კიბოს გამომწვევი მიზეზიც არის. ანუ როგორ ვითვლით ამას, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს კიბო და ამ ტიპის კიბო, ამ ადამიანების რამდენი პროცენტი ეწეოდა და რა იყო მათი მწებელობის ინდექსი? აღმოჩნდა 95. ხო, აღმოჩნდა რომ 90-95%-ია და ნუ ეხლა უბრალოდ უფრო იფილტრება ეს, მაგრამ არ ამგონია რომ ძალიანაც კარგად რომ შევისწავლოთ 80 ჩამოწდეს, ეს გამორიცხული ამბავი. ხო? იგივე კოლინჯის სიმსივნეც, მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, აგრეთვე საკმაოდ მყარად უკავშირდება სიგარეტს. ოღონდ აქ ურევენ ხოლმე, ეს მინდა მაინც ხაზი გაუსვა და ვთქვა, ესეთი ყოველთვის სიგარეტზე, როცა არის სიგარეტზე აქცენტი, აქ ამბობენ, რომ აი ნიკოტინი იწვევს ამას. ნიკოტინი უბრალოდ სიგარეტის მცნებასთანაა გაიგივებული და ნიკოტინის გამო ეწევიან ადამიანები, მაგრამ ნიკოტინი თავისთავად არის ალკალოიდი, რომელიც გამოათავისუფლებს დოფამინებს, რომელიც არის ეგრეთ წოდებული დაჯილდოების, სიამოვნების ჰორმონი. ანუ ჩვეულებრივ ნარკოტიკივე ხო, ნარკოტიკი, ვით არა, ნარკოტიკია, ხო, უბრალოდ მცირე დოზით და ძალიან გახანგრძლივებულად. მაგრამ ამის გარდა, პროფესორ ნიკოტინი არ არის კარცინოგენი, არ არის დამტკიცებული რომ ის არის კარცინოგენი, ანუ მისი მავნე ზემოქმედება არის დამოკიდებულების გამოწვევა, ადიქციის გამოწვევა და არა კიბოს გამოწვევა. რასაკვირველია, ეს არ არის სასარგებლო ნიკოტინი, უბრალოდ როცა ვლაპარაკობ და მით უმეტეს როცა ახლა ექიმი ხარ და ამას ამბობ, მე ყოველთვის ხაზს უსვამ ხოლმე, რომ ეს უნდა გაიმიჯნოს, რადგან ნიკოტინის შესახებ
არასწორი ინფორმაციის ნიკოტინისთვის კარცინოგენის როლის მიწებება შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ მძიმე მწველებმა უარი თქვან ნიკოტინ ჩანაცვლებით თერაპიაზე, რომელიც არის სიგარეტისთვის თავის დანებების ერთ-ერთი საშუალება. სხვათა შორის ძალიან ბევრი ამბობს ამაზე, არც აცნობიერებენ ამას, შეიძლება ჩვენც ისე არ ვთავაზობთ, ანუ არ არის რა თერაპია ჩანაცვლებით? უბრალოდ ნიკოტინის ან ტაბლეტებია, ან ნიკოტინის სტიკერები, პატჩები, ხო, ისინი დასაწებებელი ფირფიტები არის ნიკოტინ ჩანაცვლებით თერაპია, როცა ორგანიზმი, როცა ადამიანი მწვერვალობას იმიტომ ვერ ანებებს თავს, რომ ნიკოტინური შიმშილი ვითარდება. ანუ სიმსივნის მაპროვოცირებელი ნიკოტინი კი არ არის. რა არის? ის რაც ჩამოვთვალეთ ის ხო, ძვლის პროდუქტები. ნიტროზამინები და 100 ყველაზე მძიმეა გამოყოფილი აქედან და შესწავლილი. და არა ნიკოტინი. ის ნაწილაკებიც კი არ არის ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული, რომ პირდაპირ იწვევდეს სიმსივნეს, მაგრამ რადგან ისინი ქრონიკულ ანთებას იწვევენ და სტრუქტურას აზიანებენ ბრონქებისას და ფილტვისას, მათი როლიც არის აი ამ სიმსივნის გამოწვევაში. წლებია, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობ, რომლის მომხმარებელიც ვარ ან ვენდობი. სწორედ ასეთი კომპანიაა იმედიელი. უკვე წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას სწორედ იმედიელს ვანდობ. კომპანიას ჩვენთვის განსაკუთრებით კარგი სიახლე აქვს. ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, უნო კომფორტი უკვე გამონაკლისების გარეშეა, რომელთაც სარგებლობა ულიმიტოდ შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზღვევა დღეიდან უფრო მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე გახდა. მომხმარებლებს აღარ მოგვიწევს გამონაკლისებში გარკვევა და უფრო მარტივად შეგვეძლება ავარჩიოთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. პოდკასტის მაყურებლებს კი იმედიელი გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას უნო კომფორტზე, რომის შეძენაც ონლაინ შეგიძლიათ. ვებგვერდი და პრომოკოდი ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ. იმედიელი უკვე 31 წელზე მეტია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ დაზღვევას თავაზობს და დღეს უკვე 270,000-ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება. იმედიელი ესაა დაზღვევა, რომელსაც ირგებთ. მოდი ახლა მინდა გკითხო, აი სხვა რაღაც მოსაწევი საშუალებები როა? რაღაც ელექტრონულები, ზოგი არის ზეთოვანი, ზოგი ხურდება. აი ეს რა საშუალებებია და რა განსხვავებაა და რა მსგავსება სიგარეტთან? ეს პროდუქტები, რომლებსაც ქვია თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები. ანუ სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტები, უფრო სწორად. ზოგი შეიცავს თამბაქოს, ზოგი არ შეიცავს თამბაქოს. თამბაქოს პროდუქტი არ არის. მაგრამ ყველა ეს შეიცავს ნიკოტინს, იმიტომ რომ აი ნიკოტინისგან გათავისუფლება და პლუს კიდე მწველებს აქვს ჩვევა დამოკიდებულება ის რომ სიგარეტი ხელში უნდა ეჭიროს და ლაპარაკის დროს ხელის მოძრაობა მოწევის თქვათ მანერა თვითონ მოკაჩვის რა თქმა უნდა მოკაჩვის ხელის მოძრაობის ეს ყველაფერი არის ჩვევა. ჩვევა დამოკიდებულება შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს ვიდრე ნიკოტინ დამოკიდებულება, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა გარკვეულ წყაროებს დაყნობით რომ უფრო ხშირია ჩვევა დამოკიდებულება. ვიდრე ნიკოტინ ანუ სუფთა ნიკოტინური შიმშილი ბევრად უფრო რთულად გამოსაწვევია ორგანიზმში და მას თავისი კლინიკური გამოვლინება აქვს. აქ არის ხრძილების წვა, ქავილი, ანთება, იქ რაღაც შეიძლება სისხლენა იყოს რაღაცა, ნუ გაღიზიანებადობა და ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვევა დამოკიდებულება უფრო ხშირია. იმიტომ რომ ამისი გამიჯვნა ძალიან ძნელია ერთმანეთისგან. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, სცადეს ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ სცადეს, მაგრამ ვერ გააკეთეს, ხო? უნდა რომ განთავისუფლდეს ამისგან, მაგრამ ნუ ან ნიკოტინზეა დამოკიდებული, ან ჩვევაზეა დამოკიდებული. ნიკოტინზე, როცა ვურჩევთ ნიკოტინით მკურნალობას, ნიკოტინ ჩანაცვლებით თერაპიას, რომელიც მიღებულია WHO-ს მიერ, ანუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი, ნუ წეველობის შეწყვეტას ალტერნატივა არა აქვს. ეს არის ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე ჯანმრთელი. ყველაზე საბოლოო
გათავისუფლება ამისგან და ერთხელ და სამუდამოდ ანუ კიდე მითი იმის შესახებ რომ უცბად არ უნდა შეწყვიტოს სიგარეტი ეს საერთოდ დიდი სისულელია უზარმაზარი სისულელია ეს მითიც არსებობს რომ არ შეწყვიტო უცებ გამახსენდა ახლა რომ არსებობს რომ აი ნელ-ნელა ხო უცბად ხო ვერ დაანებებს თავს და რატო ვერ დაანებებს თუ კი შეუძლია თავი დაანებოს უნდა დაანებოს უცბად თუ არ შეუძლია მაშინ ნელ-ნელა დაანებოს ან სხვა რაღაცეებზე გადავიდეს და ისე დაანებოს ხო რაც შეეხება ალტერნატიულ სიგარეტს სიგარეტის ალტერნატიულ მოწყობილობებს ელექტრონული მოწყობილობები არსებობს და არსებობს გახურებადი თამბაქოს პროდუქტები და არის კიდევ ძალიან საინტერესო რამ რომელსაც მას შვედეთში გაჩნდა და მოიკიდა იმიტომ რომ ეს იყო მათი კულტურა გაჩნდა ალბათ 100 წელზე მეტია რაც გაჩნდა 19 საუკუნის ბოლოს თუ მე-20-ეს დასაწყისში და გაჩნდა ესეთი თამბაქოს ესე იგი თამბაქოს დაქუცმაცების შედეგად გაჩენილი ესე იგი წარმოქმნილი და მისი როგორი გამოხდასავით მიდიოდა ანუ ორთქლში დამუშავება მიდიოდა თამბაქოსი და დანაყილი დაქუცმაცებული თამბაქოს და თამბაქოს ის იყო პუდრი ოღონდ შედარებით სველი და ეს თავსდებოდა პატარა ტომსიკებში და ამას ან ღეჭავდნენ ან ხრძილის ქვეშ იდებდნენ და დღეს უკვე თვითონ შვედეთში გადაწყვიტეს რომ ბევრად უფრო დახვეწონ და ეს მთელი ზედმეტი ნიკოტინს მოაშორონ ეს ზედმეტი დამაბინძურებელი საშუალებები და მხოლოდ ნიკოტინის შემცველი ფხვნილის პატარა ბალიშებია რომლებსაც აგრეთვე ხრძილში იდებენ. ახლა ესეც არ არის კარგი და გადასარევი და სასიამოვნო ცხადია, მაგრამ ფაქტია რომ შვედეთში ეს კი მწეველების ვინც წვად სიგარეტს ეწევა იმათი რაოდენობა შემცირებულია 5%-მდე და უფრო ნაკლები და გარდა ამისა შემცირდა რეალურად ფილტვის კიბოს რაოდენობა ამიტომ სავარაუდოდ რაღაცა мотиваცია იმისი ვინც გამოიგონა და შექმნა ეს ალტერნატიული პროდუქტები და იმისიც ვინც რაღაცა ქვეყნებში ურჩევენ კიდევაც იმ ადამიანებს რომლებსაც არანაირი შანსი არ აქვთ დაანებონ ბევრჯერ სცადეს ძალიან ბევრჯერ სცადეს მაგრამ ვერ ანებებენ თავს ან უბრალოდ არ უნდათ რომ დაანებონ ამ მოწევას ან ვერ ხო რამდენიც ერთი ყოლია რომ უკვე განვითარებული და ლამის მეოთხე სტადიამდე მისული კიბო აქვს და კიდევ მთხოვს რომ გავალ და მოვწევ და დროზე გამწერე სახლში რომ უნდა მოვწიო, იმიტომ რომ მე ამის გარეშე ცოცხლე არ შემიძლია და რომ ვეუბნებით რომ ამან გააჩინა ეს თქვენი დაავადება, არა, ყველაფერი ამას დააბრალებთ, ყველაფერ სიგარეტს ნუ აბრალებთ. ძალიან ბევრს უთქვამს ეს. მაგრამ ბევრ ადამიანს ძალიან უნდა და ეძებს საშუალებას. და როცა პირველი რჩევა რა თქმა უნდა იქნებ როგორმე შეწყვიტოთ. აი ყველაზე ისეთი მუშარჩევა, აი რას ეუბნები ხოლმე შენ როცა პირველი აუცილებლად შეწყვეტაზე უნდა ვილაპარაკოთ და დიდხანს უნდა ვილაპარაკოთ. შეწყვეტაზე. უნდა ვილაპარაკოთ შეწყვეტის ბენეფიტები, ანუ სარგებელზე, რომ ეს არის ეკონომიურად უფრო სასარგებლოა, წარმოიდგინე რამდენ ფულს ხარჯავ თვეში და იმითი რომ სხვა რამე იყიდო უფრო კარგი, უფრო ისეთი, აი მოწევა რომ მოგინდება წყალი დალია, მოწევა რომ მოგინდება კამფეტი ჭამე, მოწევა რომ მოგინდება ნუ რაღაცა. მაგრამ ნუ მცირე პროცენტში მუშაობს. აი როცა ჩნდება დაავადება, აი მაშინ შეეშინდებათ ხოლმე. მაშინ უფრო მეტი ისმენს. თუ საერთოდ ვერაფერს და ბევრჯერ მოვიდა და თქვა რომ ნუ არ შემილია. ურჩევ ნიკოტინჩანაცვლებით თერაპიას, ცხადია. მაგრამ ნუ ესეც არ მუშაობს, იქ უკვე ჩვევას რას უშვება, ვერაფერს ვერ უშვება, ხო? იმ ჩვევას. ხო, ჩვევაზეა დამოკიდებული. ეხლა როცა ეგ შვედეთზე ვლაპარაკობთ, იქ უკვე ის ისტორიულად წამოვიდა, რომ ის ჩვევა ამოღებულია, ან ძალიან შემცირებულია და ნუ იმის ჩვევა ეგ არის, რომ ჩაიდოს ახლა ნუ ხო, ამაზეცაა დამოკიდებული. და აი ჩვევას ვინც ვერ ანებებს კიდე თავს. ხო, ნუ იმასთან უკვე ზოგიერთ ქვეყნებში გადაწყვიტეს ინგლისში შვედეთში ცხადია, ჩეხეთიც მიდის ამ გზაზე, იაპონიაში არის უკვე ამისი გამოცდილება, რომ უკვე ურჩევენ აი გარკვეული ტიპის ალტერნატიულ საშუალებებს,
ოღონდ ეს ალტერნატიული პროდუქტები, მოწყობილობები, თავისი გამოსაყენებელი, ასე ვთქვათ, ხარჯვადი მასალით, ზოგისთვის ეს არის სითხე, ზოგისთვის ეს არის მცირე ზომის კომპაქტურად შეფუთული თამბაქო, რომელიც კი არ იწვის, არამედ ხურდება. და ნუ სადღაც 200 გრადუსამდე თუ 300-მდე ადის და მეტი არა. ანუ იქიდან ის წვადი პროდუქტები და ორ მხრივ არის იქ ფილტრებით დაცული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ეს ამდენი მოთქმა რო არსებობს, რომ სიგარეტი უკეთესია ვიდრე ეს ალტერნატიული. არ გინდათ, ანუ ეს არასწორი გამოდის? ეს გამოდის არასწორი, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანები როცა რაღაცას ვამბობთ, ხო, უხშირესად ეს ყურმოკრულია. ან ეს არის რაღაცა ახლის მიუღებლობა. აქ არ უნდა გაიგოს არავითარ შემთხვევაში ჩვენმა მსმენელმა რომ ეს მისაღებია ალტერნატიული და უსაფრთხო არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში. თვითონ ნიკოტინ ჩანაცვლებით თერაპიაც კი არ არის უსაფრთხო, უბრალოდ ის უფრო დიდი უბედურებისგან გშველის, ხო? და აქ ლაპარაკია იმაზე რომ შესაძლებელია უფრო სწორედ დღემდე არსებული კვლევებით ანუ იმ პროდუქტებზეც უნდა ისეთივე კვლევა ჩატარდეს, როგორც სიგარეტი. სიგარეტი უბრალოდ უფრო ძველი პროდუქტია. ბევრი ძველია და ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, დროც გასულია, საფრთხეს დამტკიცებულია, უამრავი გადამოწმებული სტატისტიკით ეს დიდად არიცვლება სამწუხაროდ. ხო? რაც არ უნდა ის იყოს წვრილი ღერი, მსხვილი ღერი, ამდენი შემცველი ნიკოტინის, იმდენი კუპრის შემცველი. არა აქვს დიდი მნიშვნელობა და განსხვავება არ არის. თუ ინტენსიური მწებელია, მას აუცილებლად რაღაცა ვითარდება. ხოლო ეს ალტერნატიული პროდუქტების მწარმოებლები, არ ვიცი ახლა მწარმოებლების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, რა იყო მათი ინტერესი, мотиваცია, ალბათ ის რომ როცა გაჩნდა სიგარეტზე როცა დადგინდა რომ სიგარეტი ასეთი კატასტროფულად მავნეა, ალბათ მათაც ან თან წარმოების გაგრძელება უნდათ და თან ასეთი დიდი ვნების გამოწვევაც მონაწილეობაც ვიღაცებს არ უნდათ. ალბათ. ნუ ეს ჩემი კეთილი მოსაზრება ამ შესახებ. სიგარეტის კომპანიებმა აწარმოეს ეს ალტერნატიული. კი, ალბათ ესეა. ახლა სხვა ვინ აწარმოებს, არ ვიცი. შეიძლება ვიღაცებიც აწარმოებს. ახლებიც არიან. კი ბატონო, ახლებიც. პირველი ისინი დაიწყებდნენ. სავარაუდოდ ეს ბიზნესის მარტივი ის არის ხო ბიზნესის გადარჩენის იქნება თუ ცოტა უფრო კეთილი ბიზნესის კეთების ნაკლებად მავნესი ნაკლებად ანუ ფაქტია რომ ნაკლებად მავნეა არ ვიცით ეს ბოლომდე ეხლა რა ამცირებს ზიანს ის ამცირებს ზიანს როგორც კვლევები გვეუბნება და ახლა ამ კვლევაში რამდენი წელია უკვე გასული სავარაუდოდ ნუ 20 წელი მაინც რაც ესენი გამოჩნდა ხო შეიძლება ცოტა ნაკლები მას მერე ცხადია დაიწყო, ახლა ორი პროცესი შეიძლება ყოფილიყო. ერთი ის, ვისაც არ სჯერა, რომ ნებისმიერი თამბაქოს შემცველი ნიკოტინის შემცველი პროდუქტი რომ მავნეა, ეს გასაგებია და მას უნდა გარკვეული დასკვნა გამოეტანა აქედან, ხო? და ებრძოლა ამის წინააღმდეგ და ნუ სწორიცაა ახლა რომ ებრძვი იმას რაც მავნე ნებისმიერს რაც მავნეა მეტი ან ნაკლები ხარისხითაა მავნე და მეორე შესაძლებელია ეს იყოს თვითონ თამბაქოს ინდუსტრიის ინიციატივა და სურვილი რომ ვაიმე როგორმე არ ჩამანაცვლოს იმან ხო და მე დავრჩე ბაზარზე. ანუ ცალკეა ჯანმრთელობა, მაგრამ ცალკეა კიდე კონკურენცია ბაზარზე, რომელშიც მე დიდად კარგად ვერ ყვევი ცხადია და ამიტომ ვერ ავიღებ ჩემ თავზე გადაწყვეტილების ვთქვათ დასკვნების გამოტანას. მაგრამ ყველა ვარიანტში საჭირო იყო ჩართვა როგორც ჯანმრთელობის ჯანდაცვის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დიდი მსხვილი მოთამაშეებისა, ასევე საჭირო იყო ჯანმრთელობის პროვაიდერების, ასე ვთქვათ, ექიმების და კონკრეტული ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოების ჩართვა. და ეხლა ისეთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მსხვილი და ავტორიტეტული ორგანოები ჩაერთნენ ამ პროცესში და მაგალითად ამერიკული FDA ხო Food and Drug Agency, ანუ საკვების და წამლის სააგენტო, რომელიც ამოწმებს ყველაფერს, რაც შეიძლება
დაშვებული იქნას ბაზარზე, ანუ რაც უნდა დაუშვას ბაზარზე. და ამოწმებს უსაფრთხოებას, ამოწმებს და მარკეტინგის უფლებას აძლევს გარკვეული კვლევების და გარკვეული დასკვნების გამოტანის მერე. და FDA-მაც და კიდევ თვითონ ნაციონალური სხვა ქვეყნების ნაციონალური ორგანოების ისეთი როგორიც არის ძალიან დიდი შრომაა გაწეული ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის დიდ ბრიტანეთს და იქ უკვე თვითონ ესე ვთქვათ ჯანდაცვის სისტემას აქვს მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ანებებს თავს, მოდით მაშინ მას ზიანი მაინც შეუმციროთ. და ეს ზიანის შემცირება წვადი პროდუქტების მოშორებაზეა. ძირითადად გადის წვის მოშორებაზე. და მათ დიდი შრომა აქვთ გაწეული ყველაზე მეტად ელექტრონულ სიგარეტებსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ახლა მათთან სნუსი ეგრეთ წოდებული შვედურ პროდუქტზე რო ვლაპარაკობთ, ეს სნუსია მათთან ეს არ არის. ანუ არ არის ისეთი, ხო, არ არის ისეთი რაოდენობით სადღაც რაღაც ალბათ იყიდება, მაგრამ არ ქმნის დიდ გავლენას პოპულაციაში ნიკოტინ შემცველი პროდუქტების მოხმარებაზე. და ამიტომ დაიწყეს შესწავლა ელექტრონული სიგარეტების. ელექტრონული სიგარეტი არის მოწყობილობა, რომელშიც არის ჩასხმული რაღაცა სითხე. სითხე, რომელიც შეიცავს ნიკოტინს და რომელიც გარკვეული ელექტრონული, ესე ვთქვათ, ბატარეის მოქმედების შედეგად უნდა აორთქლდეს. რომ შეისუნთქოს და წარმოიქმნება ორთქლი და არა ბოლი. და მას ჩვევაც რჩება ინდივიდს, რომელიც დამოკიდებულია და პლუს სიგარეტის ნიკოტინის შეგრძნებაც. ეხლა ის დამატებითი ნივთიერებები, რომლებიც მოყვება აი ამ ორთქლს, აგრეთვე შესწავლილია, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამ ხნის განმავლობაში და თქვა დათვალა, გამოიკვლია, შეისწავლა რამდენადაც შეიძლებოდა ამ დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულმა ორგანოებმა და ექიმთა კოლეჯი, სამეფო კოლეჯი კი მონაწილეობს აი ამ განხილვებში და ექიმები, პროფესიონალები მონაწილეობენ და მათ თქვეს, რომ ეს არის ნაკლებად მავნე. და არა მხოლოდ ბრიტანეთში, სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ უბრალოდ იქ ყველაზე უფრო ძველია ეს პროცესი რა. აბა ეს საიდან მოდის, რომ ეს უფრო მავნეა? ამას ვერ გეტყვით. ხო, კიდე რა მოხდა ახლა აქ? რადგან ეს ელექტრონული მოწყობილობები სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა და ამასაც საკმაოდ დიდი ხანია, ხო, უკვე, 15-20 წელია დაახლოებით, რაც ჩვენ ამას ხედავთ. აქ მეორე მომენტია. აქ არის რეგულირება იმისი, რა შედის შენ ბაზარზე. და სწორედ ამიტომ ჩაერთო FDA-ც. და სწორედ ამიტომ აიღო თავის თავზე, რომ შეამოწმოს. და მოხდა ესეთი ფაქტი. ეს მავნეობა ალბათ უკავშირდება ორ გავრცელებულ ტერმინს თუ ცნებას და ფაქტს. ერთი ეს არის ეგრეთ წოდებული ევალი, ანუ ელექტრონული მოწყობილობებით, ელექტრონული, ვთქვათ, ვეიპინგის საშუალებებით, ფილტვების პირდაპირ დაზიანება. და რა ხდებოდა, რა მოხდა? ახლა 2019 წელს დაახლოებით ესე 2000 რაღაცა შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკაში. აი ამ ელექტრონული მოწყობილობებით ადამიანების ფილტვების მძიმე დაავადების განვითარებისა და ეს იყო ინტერსტიციული დაზიანებები, მწვავე ინტერსტიციული დაზიანებები და მათ შორის მე მგონი 65 გარდაიცვალა. 2000-მდე იყო ეს შემთხვევები. 65 გარდაიცვალა. დაიწყო მე ამ საკითხის კვლევა, გამოცხადდა განგაში, სპეციალური, სპეციფიური პროცესია, როცა ყველა კლინიკამ უნდა შეატყობინოს, ყველა ექიმმა უნდა შეატყობინოს, ვინც კი შეხვდება ასეთ ფაქტს და ამ კონკრეტულ შემთხვევებზე მიდის მერე შესწავლა და გამოძიება. მიდის იქ ამონარეცხი, ფილტვების ამონარეცხი, სითხის, ბიოპსიური მასალის შესწავლა, იმისი გამოკვლევა, რას მოიხმარდა ეს ადამიანი და აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი მოიხმარდა არალეგალური გზით შემოსულ ვეიპებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებშიც ესხა ტეტრაჰიდროკანაბინოილის შემცველი პრეპარატები, ანუ მარიხუანას გამონაწვლილი, შემადგენელი და დამატებული ქონდა შემასქელებლად ვიტამინი E.
და ეს იწვევდა და ეს ვიტამინი E ხა შეიძლება დალიო და არაფერი არ გამოიწვიოს და პირიქითაც ვიღაცას სჭირდებოდეს, მაგრამ კანზე წაისო. ცნობილი ის არის. მაგრამ შესასუნთქად ზეთოვანი ხსნარი, რომელიც საერთოდ არ უნდა ჩავიდეს არანაირი თხიერი არაფერი არ უნდა ჩავიდეს ფილტვებში, ხო? მით უმეტეს ზეთოვანი. იწვევდა ლოკ ადგილზე, იქვე წვავეთ დაზიანებას ალვეოლებისაც და ინტერსტიციული ქსოვილი არის ქსოვილი ალვეოლასა და სისხლძარღვს შორის. ხო? ანუ აქედან მოდის ეთყობა ეს. აქედან მოდის, ეს ევალი არის აბრევიატურა და ეს ძალიან მქუხარედ გაჟღერდა. ცხადია საშინელის შემთხვევა. მე როცა გამოიკვლიეს ეს ყველაფერი, ნუ აღმოჩნდა რომ ეს კონკრეტულ, აი ამ კონკრეტულ ზეთოვან ხსნართან იყო დაკავშირებული. შემთხვევა იყო კიდე, აი ესე ძალიან არასწორად გამოიყენეს და სხვა შორის რამდენჯერმე მე სტუდენტებმა დამისვეს ეს კითხვა. პოპკორნის ფილტვის მცნება ასე მაინტერესებდა. ხა საინტერესო მომენტი იყო, ხო? პოპკორნი რა შუაშია ფილტვი და ნუ ესეთი აღქმა იყო, რომ ფილტვი ზიანდება და ისეთ ფორმას იღებს, როგორც პოპკორნი. ნუ ბევრი აღქმაში ესეა. როდესაც ეწევიან გამახურებელ არ არის, ეს საერთოდ არ არის. ალბათ ამას უკავშირდება, ნუ არა, ეს დაკავშირება ცოტა მითიური დაკავშირებაა, ხო? აი ეს საკითხი, ეს პრობლემა ასე იყო, რომ ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები რაღაცა მსგავსი, როგორც ევალის დროს მოხდა, გადავითარდათ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ პოპკორნის საწარმოებში. და პოპკორნში გამოიყენება ზეთი, ხო? არა, და ისინი გამოიყენება არომატიზატორები, კარაქის არომატიზატორი, მისი რა ქვია, თაფლის, კარამელის არომატიზატორი. ეს არომატიზატორები არის ესეთი ალბათ რაღაცა თხევადი ფორმით და აეროზოლის ფორმით ორთქლდება, ეხლა თან ცხელია, ხო, ის გარემო, სადაც პოპკორნი მზადდება და იქ როცა იმას არომატიზატორს უმატებ, თუ დამცავი საშუალება არა გაქვს, ის შეიძლება შეისუნთქო. ხო და ისუნთქავდნენ კიდევაც. საერთოდ არ ქონდა არანაირი კავშირი, ჭიდრო კავშირი ელექტრონულ სიგარეტს და ამ პოპკორნს. ხო, შეიძლება მათ შორის ვიღაცები მოიხმარდნენ, ცხადია ელექტრონულსაც, ისედაც ეწეოდნენ, ჩვეულებრივ სიგარეტსაც ეწეოდნენ, მაგრამ ეს კავშირი საიდანაა და რატოა? ეხლა ისევე როგორც კავშირები იქმნება ძალიან ბევრი ეს რაღაცა ფრაზები, რომ 1 გრამი ნიკოტინი ცხენს კლავს, ეხლა დუმბაძემაც გამოიყენა ეს ამბავი. სხვა ბევრი ფრაზა არსებობს, რომელიც მოკლებულია. ხო, საფუძველს. ეხლა კარგია, როცა რაღაცა ფრაზები თუნდაც საფუძველს მოკლებული თავს შეგაკავებინებს იმისგან, რომ მავნე პროდუქტი არ მოიხმარო, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ფაქტები და საერთოდ როცა ჩვენ მე როგორც ექიმს მევალება, რომ ყველაფრის უკან დავსვა კითხვა რატომ, როდის, როგორ. ხო და ამიტომ რადგან ამის შესახებ ინფორმაცია ვიცი, ამიტომ გიზიარებთ ამ ინფორმაციას. ესე როგორ გაგვიგრძელდა საუბარი? მე არ ველოდი, რომ აი ამ სიგარეტსა და ამ ალტერნატიულ განსხვავებებს შორის ამხელა საფუძველია, ხო? და აი ამხელა ნუ საფუძველი არის, რომ საფუძველი იმისა, რომ განვიხილოთ როგორც ნაკლებად მავნე, არსებობს გარკვეული კვლევებით. და რამდენიმე ქვეყანამ ეს უკვე მიიღო თავის პრაქტიკაში. ეს არსებობს. არსებობს мотиваცია იმისი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერაფრით ვერ ანებებენ თავს, ან არ ანებებენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია და პროცენტიც მწვეველთა შორის, კონდეთ იმისი შანსი, რომ არჩევანი გააკეთონ ნაკლებად საზიანო პროდუქცია. ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული ზიანის შემცირების პროგრამა კი არა, უკაცრავად საშუალება, რისკის შემცირების საშუალება და თუ სულ ვერ ხსნით რისკს, იქნება შევამციროთ, ოღონდ ამისთვის უნდა გქონდეს კონტროლირებული, სწორად და კარგად და საფუძვლიანად შესწავლილი პროდუქტზე ხელმის და ასე შემდეგ ბაზარი, მაგრამ ნუ რა გითხრათ ახლა მე როგორც ექიმი ამას ვერც პროპაგანდას გავუწევ, ვერც ვერაფერს, მაგრამ თუ კი რამეზე ლაპარაკი მიდის იმაზე, რაც შეიძლება ჩემს პაციენტს ან დააზარალებს და ან კიდე ცოტათი შეუმცირებს ამ ზარალს და ზიანს, მე უნდა მქონდეს პასუხი კითხვაზე. ეს არის მთავარი.
ესმით ახლა არ ჩაგვითვალონ რომ ეს რაღაცის ან ერთის ან მეორის პროპაგანდა ან რეკლამა ეს აბსოლუტურად დაუშვებელია ჩემთვის როგორც ექიმისთვის უბრალოდ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენ სწორი ინფორმაცია გქონდეს იმიტომ რომ მითებში ცხოვრებამ მინიმუმ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიყვანა კარგ გამოსავლამდე ვერასოდეს რაღაცა ისეთ შევტრფით და რაღაცა ისეთ ჩავქოლავთ ერთიც მოკლებულია საფუძველს და მეორეც ეს ძალიან ხშირად ხდება ჭორის და ყურმაკრულების დონეზე გეთანხმები. მოდი ეხლა ერთი საკითხი მინდა კიდე გავაჟღეროთ და ერთ საკითხზე ვისაუბროთ, რაც დავაანონსე შესავალში. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, როდესაც ფილტვები ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ფილტვებს და საუბარი მაქვს სუნთქვით პრაქტიკებზე. აი მაგალითად დღეს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ძალიან აქტიურად გამოიყენება, ეს მედიტაციები, სუნთქვით იწყება, მერე ხდება ეს მედიტაცია, მერე სუნთქვით სრულდება, არსებობს სუნთქვითი, ცალკე სუნთქვითი პრაქტიკები, რომელსაც მე თვითონაც ვაკეთებ ყოველ დილას და ყოველ დილის წინ. ეს პირდაპირ უკავშირდება, ესე იგი სწორი სუნთქვა და ფილტვების ვარჯიში, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას წარმოიდგინეთ და მოდი აგვიხსენი, როგორ უკავშირდება, რა გავლენა აქვს ფილტვების სწორ ფუნქციონირებას და სუნთქვით ვარჯიშებს აი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კი ბატონო, უკვე ვთქვით, რომ ფილტვი არის გარემოდან ჟანგბადის შეშვების, ასე ვთქვათ, ძირითადი კარიბჭე. შესაბამისად, თუ ფილტვი არ არის კარგ მდგომარეობაში და იმდენ ჟანგბადს ვერ შევისუნთქავთ და იმდენ ნახშირორ ჟანგს ვერ ამოვისუნთქავთ, რამდენიც საჭიროა, მთელს ორგანიზმს აკლდება ჟანგბადი და შეიძლება დაგროვდეს ნახშირორ ჟანგიც. ყველაზე მგრძნობიარე ორგანო ჟანგბადის ნაკლებობისადმი არის ტვინი. ტვინი, როცა გული ჩერდება, ვთქვათ, როცა ვერ სუნთქავს ადამიანი, ყველაზე ადრე იწყებს დაზიანებას ტვინი. ამიტომ რამდენი შემთხვევა არსებობს, რომ ადამიანს გული გაუჩერდა, გული აუმიშავებს, მაგრამ ტვინმა უკვე მოასწრო სიკვდილი. განსაკუთრებით მისმა ქერქმა. ტვინის მდგომარეობა და მისი ქერქის მდგომარეობა განაპირობებს ჩვენს ცნობიერებას, განაპირობებს ჩვენს აზროვნებას, კოგნიტურ ფუნქციებს განაპირობებს, რასაკვირველია. და როცა ქრონიკულად აკლია ორგანიზმს ჟანგბადი, რასაკვირველია, ეს პირველ რიგში აისახება ჩვენს ტვინზე და ცნობიერებაზე და აზროვნებაზე. და გაცნობიერებულობაზე იმისა, ჩვენ რა გვინდა და რა როცა ვლაპარაკობთ ახლა იმ ხალხზე, რომელიც სიგარეტს თავს ვერ ანებებს. მათი აი ამ გადაწყვეტილების და ადიქციის და მიჯაჭვულობის დიდი ნაწილი სავარაუდოდ მე მაინც მგონია რომ შემაგრებულია აი ამ ქრონიკული უკმარისობით ჟანგბადისა. ეს ძალიან საინტერესო. მე ანუ არსებობს ეს რა თქმა უნდა, ახლა ჯერ ერთი გაზომვადია, ყველაფერი დათვლადია, მაგრამ არის ფაქტია. მათ კოგნიტური უნარი შეიძლება გქონდეთ დაქვეითებული ძალიან მძიმე მწვეველებზე ვამბობ, რომლებსაც უკვე შედეგები აქვს, ცალსახად შედეგები აქვს. ამიტომ აი მაგალითად იგივე ძალიან ჭარბიწონის ადამიანები როცა ვერ სუნთქავენ წესიერად, ხო? და ღამე არ ძინავთ, ღრმად ვერ ძინავთ და ასე შემდეგ. აი მათი კოორდინაციაც, სიფხიზლე ტვინის გადაწყვეტილებების მიღება იქნება ეს თუ აზროვნება იქნება და ტვინის სიფხიზლე ზოგადად არის დაქვეითებული. რასაკვირველია. სწორ სუნთქვას აქვს დიდი ნიშნულობა ორგანიზმისთვის. ნელა ჩასუნთქვა, ნელა ამოსუნთქვა, მაგრამ ეს ისეთი არ უნდა იყოს, რომ საბოლოოდ შეამციროს, ხო, ჟანგბადის ჩასვლა ამოსვლა. ხო, ისევე როგორც გულს, ასევე ფილტვებსაც აქვს თავისი ეგრეთ წოდებული წუთმოცულობა. ხო, ეს განსხვავდება. ყოველდღიურ რეჟიმში არ უნდა იყოს. ყოველდღიურ რეჟიმში. პრაქტიკა. აი ეს პრაქტიკაც, ეხა მე მართლა არა ვარ ამაში ღრმად ჩახედული, მაგრამ ეს ალბათ საუკუნეების გამოცდილება იოგების თუ სხვადასხვა ამ
კულტურის მქონე ერების და ადამიანების გამოცდილება, რომ სწორი სუნთქვა, სხეულის სწორის პოზიცია ერთად და კარგ რამეებზე ფიქრი, დადებით ამბებზე ფიქრი და კონცენტრირება, ეგრეთ წოდებული მედიტაციები ახდენს ძალიან დადებით გავლენას ორგანიზმზე. ხოლო ახლა სუნთქვითი პრაქტიკა, ახლა ჩემთვის მაგალითად ყველაზე კარგი და სწორი სუნთქვითი პრაქტიკა და თან ძალიან ბუნებრივი არის ფიზიკური დატვირთვის დროს ცხვირით სუნთქვა ეს ერთი. რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ცხვირით სუნთქვა, იმიტომ რომ პირს რო აღებ და პირით სუნთქავ, იქ ირღვევა ის ბალანსი, რომელიც გათბობა, გასუფთავება ჰაერის და ნაკადის შეშვება და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი რამ, რაც ყველაზე უფრო კარგია, ეს არის ცურვა. ცურვის დროს სწორი სუნთქვა ისედაც უნდა იცოდეს ადამიანმა, ხო, სხვანაირად ვერ ისუნთქებს. ხო, ვერ იცურავებს სწორად, თუ სუნთქვა და იქ მუშაობს როგორც კუნთები, ჩვენი გულმკერდის კუნთები და სუნთქვის სიღრმეც აი ამას ყველაფერს სინქრონულად და ადეკვატურად მიყვება. და გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვა ის რაც ადამიანს ეკუთვნის და ეს ეკუთვნის არის 5 კილომეტრი ან მისი ეკვივალენტი დღეში უწყვეტი. ეს არ არის სამზარეულოდან საძინებელში სიარული. ცხადია, თორე შეიძლება 10-ს გამოვიდეს, ხო? ზოგი იმდენად ხშირად არის, მაგრამ ეს არ არის ის ფიზიკური დატვირთვა, რაც ჩვენ გვჭირდება და სწორედ ეს ფიზიკური დატვირთვა ნორმალურ გარემოში, გარეთ, სუფთა ჰაერზე ჯობია რომ იყოს. რასაკვირველი უწყვეტად. ხოლო კანი რომცა ახსენე და სხვა ორგანოები, ნებისმიერი ორგანოსთვის ცხადია ეს აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ფილტვები იყოს ჯანსაღი. ანუ ფილტვები განაპირობებს სხვა ორგანოების და გული ერთად. აი ეს გულფილტვის აპარატი, ეს იმდენად მუშა ორგანოა ჩვენი და ნუ ისეთი დიდი პასუხისმგებლობები აქვს თან აღებული, რომ მათი დაზიანება ყველაზე ხშირად იწვევს მწვავე გაუარესებას და სიცოცხლისთვის საშიშ მწვავე მოვლენებს, ხო? გულის გაჩერება იქნება, სუნთქვის გაჩერება, იქიდან ძალიან ცოტა დრო გვაქვს, აიმისოდ რომ გადავარჩინოთ პაციენტი. და ქრონიკულად მიმდინარე ცხადია ახდენს ამ გავლენას. და კანს რაც შეეხება, რასაკვირველია, ერთი კანი ყველაზე დიდი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში და ეს კანიც კანზე აისახება ყველაფერი. კანის ძალიან ბევრი გამოვლინება დღესაც ბოლომდე შეუსწავლელი რჩება, მაგრამ რასაც ქვია დაბერება, ადრე ნაუჭის გაჩენა, ესეც ცხადია, ეხლა ნაკლები ჯანმრთელობის ფილტვის ნაკლები ჯანმრთელობის მქონე ადამიანებში ცხადია უფრო ადვილად ზიანდება კანიც და ნუ ესეთი მითებიც არსებობს, მაგრამ ეს მითები უფრო რეალური მგონია, რომ ნაუჭიც უფრო ადვილად ჩნდება მწეվել ადამიანებში. ხო? ნუ მინიმუმ რაღაცა კვალია იქ თამბაქოსი ყოველთვის და ესეც არ არის სასიამოვნო შესახედი. მაგრამ ალბათ ეს ასეა. და კიდე ერთი მომენტია ამ კანისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომ ჟანგბადთან ერთად წყალიც უნდა იყოს ადეკვატური. და წყალი მინიმუმ 2 ლიტრი ჭირდება მოზრდილ ადამიანს. ითვლება, რომ 30 კილოგრამზე 1 ლიტრი არის აუცილებელი, ზამთარშიც კი. მაგრამ ზაფხულში კიდე აორთქლებთ, შრება, კანი, კონდიცირება, ზაფხულში ზამთარში საჭირო. უფრო მეტია საჭირო, იმიტომ რომ მეც მოძრაობთ, მეც აპარაკობთ ალბათ. და ფილტვის ყველაზე კარგი დეტოქსი რა არის? სუნთქვა და ჰაერი და არ ჩაშვება იმისი. ცურვა შენ რო. ცურვა, ხო, ცურვა. ცურვა თან საერთოდ ფაქტებია ესეთი, რომ ფილტვის დაავადებების მქონე ადამიანები ჩემპიონებიც კი გამხდარან ცურვაში, ცურავები, სერიოზული ჩემპიონები, ანუ ოლიმპიური არის, მე მგონი რაღაცა ფაქტები, არის ფაქტები, რომ ზამთრის სახეობებში თხილამურები, ასე შემდეგ, აქაც აქვთ ძალიან სერიოზული წარმატებები, მაგალითად ასთმის მქონე ადამიანებს. ხო, მთავარია კარგად გააკონტროლო და პირიქით. ანუ მე ვურჩევ ხოლმე ბავშვებთან პრაქტიკა მე არ მაქვს, მაგრამ ნუ ახალგაზრდებს, რომლებსაც რაღაცა რისკი აქვს, ვურჩევ რომ ცურვაზე იარონ, ან მშობლებმა ატარონ და შემდეგაც როცა თუ დაანების სიგარეტს თავი და ეს ბედნიერება ასე გვეწევა.
მაშინ უკვე უნდა უთხრათ, რომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. არსებობს ფილტვის რეაბილიტაცია. ამ ფილტვის რეაბილიტაციას გადის ფიზიკურ დატვირთვაზე, ანუ ვარჯიშებზე, ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და პლუს კიდე კვება სპეციალური, სპეციფიური კვება, რომელიც არის ცილით მდიდარი, არის გარკვეული ვიტამინებით მდიდარი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისი კარგად დაბალანსება ეს პროფესიონალების ჩვენ ვიცით, რას უნიშნავთ, უნიშნავთ ფილტვის რეაბილიტაციას, ვიცით უკვე, რაზეც ვლაპარაკობთ, ხო? იქ არის რაღაცა ინგალაციები, ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი და ასე შემდეგ, რომ მივცეთ საშუალება, რომ დატენიანდეს სასუნთქი გზები, იმიტომ რომ სიგარეტი არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ ზედა სასუნთქგზებსაც აზიანებს. და არის მე ეს პოსტნაზალური ჩამონაწვეთი, რომელიც ხანგრძლივ ხელას იწვევს, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია ხანგრძლივდება ძალიან დიდ ხანს. და სტრესი, შფოთვა, აი ამ დროს სუნთქვა ხო ვერ ხდება? არა, არ ვერ ხდება. მე მგონია, რომ არ ვერ ხდება. შეიძლება ორი ვარიანტი იყოს. ერთია ჰიპერვენტილაცია, ეგრეთ წოდებული, როცა ადამიანი იწყებს ქოშინს. აი ამ შფოთვის დროს. სწორედ სუნთქვას ახშირებს. სუნთქვას რო ახშირებს ეს ადამიანი. სუნთქვას ახშირებს თუ აკავებს? არა, ახშირებს. ახშირებს სუნთქვას, როგორც წესი ეს ჰიპერვენტილაცია. არა, ეს არის, თქვათ, იქ არის ეს ემოცია, რომ გაიმეს თემაა და ნუ შეიძლება ხა თუ გეშინია რომ ვინმე არ გაიგოს როგორ სუნთქავ, თქვათ, იქ ძაღლი მოგდევს თუ გელი, არ ვიცი, მართალი რო გითხართ, მაგრამ ეს არის ემოციის თანამდევი, აი ამ თანამდევი ეს არის ნაწილაკი, უფრო მეტყველებითი ფორმა მგონია, უფრო ვერბალური ამბავია, ვიდრე რეალურად. აქ არის მეორე მომენტი, რომ შეიძლება ემოციამ გამოიწვიოს ლარინგოსპაზმი. ანუ ბგერავი იოგების სპაზმი. ჩვენი ბგერავი იოგები არის კარიბჭე ზედა და ქვედა სასუნთქგზებს შორის, საზღვარი. ბგერავი იოგებს ევალებათ ხმის წარმოქმნა და კიდე ევალებათ, რომ ზევიდან რაღაცა ნივთიერებები, რაღაცები არ ჩაუშვან, ანუ წეღან რომ ახსენე, ხახის უკანა ჩამონაწვეთი, ანუ ცხვირის უკანა ჩამონადენი თუ ჩამონაშონი, ხო? ამ დროს ხველა რო იწყება, ეძებენ პაციენტები ხველის წამალს. ხველის წამალი არ ჭირდება მათ, ეს ხველა დამცავია ამ შემთხვევაში. ხო? პირიქით უნდა ქნა, რომ გამათხიერებელი თუ კი არ ის მოქმედებს, ან ზედა სასუნთქგზებს უნდა უმკურნალო, რომ იქიდან აღარ ჩავიდეს არაფერი. იმიტომ რომ ეს ბგერავი იოგები იცავს და გარკვეულია შიშის, თქვათ, დროს წარმოქმნილი ბიოლოგიური, აქტიური ჰორმონების ან სხვა ნივთიერებების შედეგად ან შეიძლება ადამიანი უბრალოდ ხმამაღლა ლაპარაკობდეს ან ყვიროდეს, არა მარტო შიში, ემოცია დავარქვათ, მოდი ამას მთლიანად, ხო? როცა ჩხუბობს, შიშის დროს ლარინგოსპაზმი უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ ჩხუბობს ადამიანი და ყვირის ბევრს, ხო, ხმამაღლა აპროტესტებს რაღაცას ან აი მაშინ შესაძლებელია მოხდეს აი ამის სპაზმი. და ვეღარ გამოთქვას. ხო, ვეღარ ამოისუნთქავს, ვეღარ ჩაისუნთქავს, ვეღარ ცოტა ხნის გარდამავალია და გაიხსნება აუცილებლად. ამით არ ეხჭობიან როგორც წესი ზოგადად. მაგრამ, ნუ აი სპაზმი მოყვება უკვე ამ გარკვეული ნივთიერებების გამოთავისუფლებას. და თან დაღლას, იმიტომ რომ იძაბება ეს. და მე თავს იცავს, რომ თავი დამანებეთ. უყვირი ბატონო. ცოტა ხანს. ხო და ნერვიულობის დროს უფრო ჰიპერვენტილაცია, ანუ აჩქარებული სუნთქვა და აი მე მაგალითად რაღაცა რომ მაქვს ხოლმე თქოთ საჯარო გამოსვლა რაღაც, აი რო ვღელავ, ვატყობ რომ სუნთქვა, აი მე მიჭირს რა, ღრმად ვეღარ ვსუნთქავ და მაგ დროს ეს სუნთქვითი ვარჯიშები მეხმარება დამშვიდობაში. კი ბატონო, ეხლა ღრმად ვერ ვსუნთქავ, ეგეც ემოციური პროდუქტია. რო აი მინდა რომ ბოლომდე ჩავისუნთქო, მაგრამ არ გაიგე. აი ვერ, არა, ეს აღქმაა უბრალოდ ჩვენი. იქ ფილტვები არაფერს არ აშავებს, ჩვენიურად იკუმშება ეს დიაფრაგმას და ჩვენიურად ჩადის, მაგრამ მე მეტი მინდა რომ ჩავისუნთქო, იმიტომ რომ ეს ემოციის დროს გამოყოფილი ეს ჰორმონები ქმნის აი მოთხოვნილებას, რომ აი უფრო კარგად ჩაისუნთქო და ნუ ეს არის ესეც სუფთა ემოციური პროდუქტია. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ფილტვების დანაშაულზე ვერ ვილაპარაკებ. ვერც დიაფრაგმის ალბათ. ისიც ჩვენიურად მუშაობს, იმიტომ რომ იმას
მოგზატვინი მართავს და რა ჩვენი ქერქი და ისიც ხო, ანუ ეს უფრო ფსიქოგენურია, ეს უფრო ფსიქოგენურია, ეს უფრო ღელვასთან დაკავშირებული, რო აი თქმად გინდა ბოლომდე გინდა ჩაისუნთქო, ეს არის უფრო ღელვასთან დაკავშირებული და ემოციურ ფონთან დაკავშირებული, მაგრამ არა ფილტვებთ. ესე იგი ჩვენი დრო დიდი ხნის წინ მოიწურა უკვე, მაგრამ ისეთი თემა იყო და ამ მწვეველობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ძალიან საინტერესო რამ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ მწვეველი. მაინც აი იცი რა მინდა ზუსტად გავიგო შენგან, აი რა აიძულებს ადამიანს დაანებოს მოწევას თავი ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად მე რაც მინახავს ეს არის უკვე განვითარებული დაავადება. ყველაზე ხშირად, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს სიგარეტზე, მაშინ როცა ეს დაავადება არ ჩანს, კიდევ კარგი. ვეკითხებით ხოლმე, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე. ჯერ ერთი მაინტერესებს მანამდე რა იყო, ანუ კლინიკური გამოვლინება როგორი იყო, იმიტომ რომ კიდევ ერთი რამეა საინტერესო. სიგარეტთან დაკავშირებული სიმპტომებად ითვლება უკვე მაგალითად ხველის დაწყებიდან. თუნდაც ნახველს რო იღებენ ყოველ დილას თითქოს რო ისუფთავებენ ფილტვებს, მაგრამ მწვეველების ძალიან დიდი ნაწილი ამას სიმპტომად არ თვლის. როცა იკითხები, როდის დაიწყო ქოშინი, გიყვება რომ აი 2 კვირაა, ამ დროს ფაქტია, როგორ რას ქვია 2 კვირაა და ის რომ ვერადიოდა უკვე მეორე სართულზე დასვენების გარეშე, ამას არ თვლის. იმიტომ რომ ამბობს რომ მწვეველი ვარ და აბარა იქნებოდა. ანუ თუ კი სიმპტომად ჩათვლი, ექიმთანაც უნდა მიხვიდე. ექიმი რომ გეტყვის, ზუსტად იცი რომ ექიმი გეტყვის რომ დაანებე სიგარეტს თავი და არ მოგწონს, არ გინდა ეგ ამბავი, გიყვარს ეს სიგარეტი და რა უნდა ქნა. და შენ რას ეკითხები ხოლმე, რატო დაანებე დაავადება? რა იყო мотиваცია შენი, რატო დაანებე თავი და ძალიან ცოტას უთქვამს, რომ მაგალითად ჩემი შვილის გამო გამიჩნდა შვილი, იქ იყო და ნუ აღარ მოვწიე ოთახში, ვეღარ მოვწიე სამსახურში, ეხლა ყოველ წუთში გარეთ სირბილის თავიც არ მქონდა და დავანებე თავი. იმიტომ რომ იმას გაცნობიერებული აქვს ეს შეგნებული ნაწილია, რომელმაც იცის, რომ ის მისი გამონაბოლქვით სიგარეტის ბოლი მის შვილს მეუღლეს აზიანებს და ისინი პასიური მწვეველები ხდებიან. ანუ თითქმის იგივე შეისუნთქავენ. უფრო მეტს არა. ცხადია, ხა შეიძლება თუ ერთი ადამიანი სტატიურად აქ არის და სხვადასხვა ადამიანი შემოდის ეწევა და გადის, მათზე უფრო მეტი გამოს ერთ ადამიანზე მეტი შენასუნთქი შეიძლება გამოუვიდეს, მაგრამ ნუ ეს ხო იშვიათად ხდება ესეთი რამეები არა. და ამიტომ ან ასე შეგნებულად დაანება თავი, რომ აზიანებდა ოჯახის წევრს, აზიანებდა გარემოს და თვითონაც იცოდა რომ დაზიანდებოდა. და ან კიდევ უკვე დაზიანდა და დაანება თავი. სამწუხაროდ უკვე დაზიანდა და დაანება თავი უფრო ხშირია. იმედია ეს პოდკასტი წაადგება ბევრ ადამიანს, ვინც ან აქამდე არ ფიქრობდა რომ სიგარეტისთვის თავი უნდა დაენებებინა, ან ვინც ფიქრობს, მაგრამ აი უჭირს მაინც. იქნებ აი ეს სოციალური პასუხისგებლობა მაინც დაგვეხმაროს ასეთ დროს, რომ სხვებს გაუფრთხილდეთ. იქნებ ეს იყოს კარგი мотиваცია. შესაძლებელია ალბათ და კიდევ გარდა ამისა გარემოს დაბინძურებაზე სოციალური და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფო. ყველა სახელმწიფოს უნდა კონდეს ეს დიდი პასუხისმგებლობა, რომ თუნდაც შეიძლება ვიდრე სიგარეტია იმაზე ნაკლებად საზიანო, მაგრამ მაგასაც ვერ ვიტყვით, გააჩნია სად არიან ადამიანები, როცა მუშაობენ, მათზეც იზრუნოს და შევამციროთ ზიანი. რა თქმა უნდა, შევამციროთ ზიანი ყველა შემთხვევაში. დიდი მადლობა ლიზა, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ჯანმრთელობის თემაზე საუბარი მე ყოველთვის მიყვარს. მე არაერთხელ მიხსენებია, რომ მე ვარ ექიმების ოჯახი და ლიზაც ბიცოლა ჩემია. ბოლოს გაგიმხილეთ. და მე ყოველთვის მიყვარს პოდკასტის და რა თქმა უნდა სტუდიის მიღმაც სამ თემებზე. სულ ვეკითხები ხოლმე ესე როგორ, ისე როგორ და ვიგებ რჩევებს და საინტერესო ცნობებს, რაც არის სტატისტიკურად გამყარებული. მე ერთი კვირით გემშვიდობებით და რა თქმა უნდა თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ კომენტარებში, რა გაწუხებთ ყველაზე მეტად ამ საკითხთან დაკავშირებით, რა კითხვა გაქვთ და მე ყველაფერს წავიკითხავ და გიპასუხებთ რა თქმა უნდა. დროებით, მადლობა რომ გვიყურებთ.